სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური კლუბის ახალი სტუდენტური ერთობის პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრაზე დამფუძნებლებმა კლუბის ძირითად არსზე, მუშაობის პრინციპებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. მათი თქმით, კლუბი ამ ეტაპზე 6 დეპარტამენტისგან შედგება. ჯგუფის პირველი ინიციატივა სტუდენტებისთვის სტაჟირების პროგრამაა, რომელსაც ისინი სხვადასხვა განყოფილებებსა და დეკანატებში გაევლიან. შეხვედრის დასასრულს ახალგაზრდებმა დისკუსია გამართეს, რომელიც სტუდენტური თვითმმართველობისა და ახალი სტუდენტური ერთობის როლს შეეხებოდა. ეს გახლავთ კლუბი ახალი სტუდენტური ერთობა, ესეთი სახელწოდებით, რომელიც შეიქმნა იმისათვის, რომ უნივერსიტეტში გამოცოცხლდეს სტუდენტური ცხოვრება, არა იმიტომ, რომ სტუდენტურ თვითმმართველობასთან ყოფილიყო დაპირისპირება ან რაღაც მსგავსი. ეს არის უბრალოდ ორიენტირებული სტუდენტების გამოცოცხლებაზე და აქტიურობაზე. დღეს გაიმართა პრეზენტაცია ახალი სტუდენტური ერთობის, ეს გახლავთ კლუბი, რომელიც მიმართულია განათლებისა და კულტურის მხრივ, ეს იმისთვის შეიქმნა, რომ უფრო განვითარდეს აქტიურები გახდნენ სტუდენტები და განვითარდეს ეს სფეროები უნივერსიტეტში. კი არის განათლება და კულტურის დეპარტამენტები, მაგრამ არაფორმალური მხრივ არ მიმდინარეობს ესეთი რაღაცეები. სწორედ ამის გასავითარებლად და საქართველოს საერთოდ გავრცელებულია კლუბური სისტემა უნივერსიტეტებში და მათთან ურთიერთობისთვის უფრო კომფორტული საშუალება იქნება სწორედ ეს და ეს კლუბის ჩამოყალიბება კარგია სტუდენტების და თვითონ ორგანიზატორების განსავითარებლადაც. პროფესორი გიორგი ბუცხრიკიძე სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში 14 წელია მუშაობს, თუმცა განმარტავს, რომ მისი სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობა გაცილებით ხანგრძლივ პერიოდს მოიცავს. საერთოდ მაქვს 20 წლის პედაგოგიური სტაჟი. თუმცა ყველას გონია, რომ მე მოვედი უფრო საინჟინრო სფეროდან, სინამდვილეში იყო პირიქით. ჩემი მოღვაწეობა პირველი დაიწყო სამეცნიერო მუშაობით. მუშაობდი საქართველოს მიწათმოწყობის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში და სხვათა შორის ყოველთვის ხმობ ხოლმე არცეთის საფეხურზე გადამხდარი არა ვარ. უმცროს ტექნიკოს თანამშრომლად მიმიღეს და სადღაც 8 თვეში უკვე იმავე ინსტიტუტში გავხდი ინჟინერ მიწათმოწყობი. პროფესორი მიიჩნევს, რომ მისი მუშაობის ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, კერძოდ კი ასპინძის მუნიციპალიტეტში მესხური ტერასების აღდგენისათვის შემუშავებული პროექტი იყო. მე გახლავთ ამ ტერასების რეკონსტრუქციის პროექტის ავტორი, სრულიად ახალგაზრდა ვიყავი. მაშინ, როდესაც მას ვაკეთებდი, ეს იყო 75-76 წლები. შემდგომ ამ ტერასების აღდგენაზე მუშაობდა ბატონი მერაბ ბერიძე, რომელიც იმ დროისთვის იყო ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელი და ასპირანტი და რამდენადაც კურიოზული არ უნდა იყოს, ჩვენი ყოფილი გუბერნატორი გიგლა ბარამიძეც იყო იმ დროისთვის კომკავშირის მდივანი. მაგრამ მე ვიყავი როგორც პროექტის ავტორი, უწევდი ტექნიკურ ზედამხედველობას და ესე დაიწყო ამ ტერასების აღდგენა. სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, მარტყოფის ტექნიკური სასწავლებელი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. ეს იმ დაწესებულებათა არასრული ჩამონათვალია, სადაც პროფესორი გიორგი ბუცხრიკიძე სხვადასხვა დროს მუშაობდა. მისი ძირითადი მიმართულება საინჟინრო გეოდეზია იყო. აღმასკომში ვიყავი მიწათსარგებლობისა და მიწათმოწყობის განყოფილების უფროსი ახალციხის, მაგრამ მე მუშაობდი სამეცნიერო ხაზით თელ სამცხე-ჯავახეთს. შემდგომ გავხდით ამავე რაიონის ახალციხის მიწისმართვის სამმართველოს უფროსი. შემდგომ გადავინაცვლეს სამცხე-ჯავახეთის მიწისმართვის სამხარეო სამმართველოს უფროსად და თანაც ჩემი სადისერტაციო ნაშრომიც წავიდა დასასრულისკენ და ფაქტობრივად 2000 წელს ბატონ მერაბ ბერიძის თანადგომით და დახმარებით იმ დროინდელ ახალციხის ფილიალში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალში გავხსენით მიწისმართვის ფაკულტეტი, რომლის პირველი დეკანიც მე გავხდით. პროფესორი ამბობს, რომ ქვეყანაში განვითარებულმა რეფორმებმა, კერძოდ 1992 წელს გამოცემულმა დადგენილებამ მიწის რეფორმის შესახებ, 1996 წელს სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების კანონის მიღებამ, 1997 წელს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტისა და მიწის რეგისტრაციის ჩამოყალიბებამ საქართველოში ამ კუთხით სპეციალისტთა ნაკლებობა მკვეთრად გამოაჩინა. მე გავხდით 99 წელში გერმანიაში.
იენის უნივერსიტეტში და ამავე დროს შევისწავლეთ ლაიფციგისა და დრეზდენის მიწის რეგისტრაციის სამსახურები, რომელიც მოიცავს 20 საუკუნეზე ცოტა მეტს. იქიდან გამომდინარე პირველად სარეგისტრაციო სამსახური ჩამოყალიბდა თბილისში, რომლის ერთ-ერთი შემქმნელი და მონაწილეც მე გახლავთ. თბილისთან ერთად ასევე ჩემი ინიციატივით, რა თქმა უნდა, მთავრობის თანადგომით, შეიქმნა ახალციხეში რეგისტრაციის სამსახური, ეგრეთ წოდებული დღევანდელი საჯარო რეესტრი. და ამით შეიქმნა პრეცედენტი იმისა, რომ კერძოს საკუთრება დარეგისტრირებულიყო საჯარო რეესტრში. და აქაც და ამის მერე შეიქმნა თელს საქართველოში. მე მეამაყება ხოლმე, როდესაც ვამბობ, რომ ერთ-ერთი ფუძემდებელი და შემქმნელი თუ ვიტყვით რაიონის მე გახლავთ, ერთ-ერთი კი არა, უშუალოდ შემქმნელი და შემდგომ ამის საფუძველზე შეიქმნა თელს საქართველოში. გიორგი ბუცხრიკიძე ამბობს, რომ მიწის მართვის მიმართულებით სპეციალისტთა სიმცირემ მას სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფაკულტეტის ჩამოყალიბება გადააწყვეტინა. მე შემთავაზეს თბილისის უნივერსიტეტში გაგვეხსნა ასეთი სპეციალობა, მაგრამ ვისარგებლე იმ შემთხვევით, რომ ახალციხეში ბატონი მერაბი მუშაობდა, ისიც დაინტერესებული იყო და როდესაც მას გავაცანი ეს ყველაფერი რაც ხდებოდა, შემოთავაზა, რომ გაგვეხსნა ახალციხეში. და ეს პრეცედენტიც მოხდა ახალციხეში. ახალციხეში შეიქმნა მიწის 2000 წელს, როგორც მოგახსენეთ, მიწის მართვის ფაკულტეტი და ამ ფაკულტეტზე გაჩნდა 3 სპეციალობა. ეს იყო უძრავის ქონების ეკონომიკური და სამართლებრივი მართვა, მიწის რესურსების მართვა და აგრობიზნესი. აგრობიზნესი ცოტა ადრე იყო შექმნილი, მაგრამ გადმოვიდა ჩვენს ფაკულტეტის დაქვემდებარებაში. 2002 წელს აღნიშნულ ფაკულტეტზე საჭირო გახდა შექმნილიყო სამეცნიერო კათედრა. ეს კათედრაც ისევ ბატონ მერაბის თანადგომით ჩვენ ორივე ერთად წარვადგინეთ ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროგრამა და პროექტი და გვიჭირეს ხარი და შეიქმნა მიწათსარგებლობის კათედრა, რომლის ხელმძღვანელიც ასევე პირადად მე გახლდით. და ამავე დროს მე მთავარი გამორჩა 2002 წელს მე დავიცავი საკანდიდატო დისერტაციით. იმ მიღწევებით და იმ ყველა იმ მონაცემებით, რაც სამცხე-ჯავახეთში ჩემს მიერ იქნა მოპოვებული და შექმნილი. დღეისათვის გიორგი ბუცხრიკიძე სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის დეკანის მოადგილეა. ამბობს, რომ 2015-2016 სასწავლო წლებში ფაკულტეტი აბიტურიენტებს სიახლე შესთავაზებს და დაახლოებით 70 ადგილზე უფასო მიღებას გამოაცხადებს. თანდათან ფაკულტეტი იზრდება, სხვათა შორის 2008 წელს ფაკულტეტზე ჩამოყალიბდა სრულიად ახალი და საქართველოში მხოლოდ ჩვენთან არის უძრავი ქონების ადმინისტრირების სამაგისტრო სპეციალობა, რომლის ხელმძღვანელიც მე გახლავთ. ასევე გახლავთ ჩვენ ფაკულტეტზე ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი. ვარ არჩეული მენეჯმენტის მიმართულების სრული პროფესორის თანამდებობაზე. პარალელურად ვასრულებ რა თქმა უნდა დეკანის მოადგილის მოვალეობასაც. სადღაც 1 კვირის წინ 19 ნოემბერს ფაკულტეტმა გაიარა წარმატებული აკრედიტაცია და ჩამოყალიბდა ფაკულტეტზე ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამა, სპეციალობა, რომელზეც ჩვენ გვექნება უფასო მიღება მომავალი წლიდან უკვე და ეხლა იანვრიდან ჩამოყალიბდა სადოქტორო პროგრამა ეკონომიკაში, რომელიც მოიცავს, რა თქმა უნდა, იმ სპეციალობებს, რაც ჩვენ გაგვაჩნია ბიზნესის ადმინისტრირებას. და იანვრიდან ჩვენ უკვე გვექნება მიღება სადოქტორო პროგრამაზე. მიღწევა იმ გაგებით, რომ ის დაინტერესება, რაც სტუდენტებში არის, აბიტურიენტებში არის და მოთხოვნილება გააჩნიათ, დაკმაყოფილი იქნება სრულიად. და ამის საფუძველის გაგვაჩნია იმ რესურსებიც, რაც ჩვენ გაგვაჩნია ფაკულტეტზე. შენი ლამაზი თვალების გამო. აუ. რა ბევრი მტერი მყოლია. შენი ცინი და წაისარგება. როცა იცინი, ჩემთვის დარია. რისი ბრალია ქალთა ქილიკი და შური ასე რომ იხარია.
ვით დაწყვეტილი მძივის მარცვლები ისე გამებნა იჭმდა შიში. რა ფერი მოწონს? გიყვარს რა ფერი? მე დავანახე ქართული ზეცა და როგორც ჩემი ტკბილი ოცნება, ზეცას ცისფერის რამოსი. თუ არ იცის ცა ყოვლის მწოდნე. ფერის ცვალება რისი ბრალია, რომ ფთებ დაჭრილი და თვალხილული თვით ანგელოზიც. სუსტი ქალია. ეძებდნენ ერთმანეთს. თვით გამართლებას. ღმერთი და კაცი. კაცი და ღმერთი. დაჭრილი ფთები მეჭირა. ფენო მარაო გეგონა. ასე წარმოადგინეს მაყვალა გონაშვილის პოეზია სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა. ათამდე ახალგაზრდა პოეტის შემოქმედებიდან ლექსები როგორც აუდიტორიის, ასევე თავად ავტორის წინაშე წაიკითხა. ღონისძიებაზე მათ პოეტ ქალბატონს ფოლკლორული სასიმღერო ნომერიც მიუძღვნეს და აღნიშნეს, რომ მაყვალა გონაშვილის შემოქმედება მათთვის განსაკუთრებულია. დღეს ჩამობრძანდა წერალთა კავშირის თავმჯდომარე ქალბატონი მაყვალა გონაშვილი, ძალიან კარგი ადამიანი და ჩვენ მოვუწყეთ მას დახვედება, მისი ლექსები წავიკითხეთ და ძალიან კარგი და ძალიან ლამაზი პოეზიის საღამო გამოვიდა მთლიანობაში. წერალთა კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილი სპეციალურად ამ დღისთვის სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია. შემოქმედებით საღამოზე მან ახალგაზრდების მიერ წაკითხული საკუთარი ლექსები მოისმინა და სტუდენტებს გულთბილი დახვედრისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრის დასასრულს პოეტმა აუდიტორიას საკუთარი ცხოვრებიდან რამდენიმე საინტერესო ფაქტი მოუყვა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს ახლად დაბეჭდილი წიგნის სერიიდან 100 ლექსი გადასცა. სიმღერა იყო ჯვარცმას და წმენა და ჯვარცმას იყო სიმღერა და დავამარცხეთ მხოლოდ სიმღერით ვინც ხმალი მტრულად შემოგვიღერა. სიმღერა იყო ჩვენი წარსული, სიმღერა იყო ჩვენი დიდება. ოღონდ იმღერე ისევ ქართულად და ვარსკვლავეთი გაირინდება. გარდაცვალება კაცთა ხვედრია, უკვდავთან სიკვდილს არ აქვს ხელი. შეუერთდი ზეციურ წიაღს და ისევ უფლის სახელით მღერი. ჩემთვის გამორჩეული დღე იყო. ჯერ ერთი იმიტომ, რომ თვითონ ეს კუთხე და ეს უნივერსიტეტი მიმაჩნია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უნივერსიტეტი არის საქართველოსთვის და მე იმიტომ, რომ სწორედ გუშინ დაიბადა ჩემი ახალი წიგნი 100 ლექსი ინტელექტმა, რომელიც გამოცა და მოხდა ისე, რომ პირველი პრეზენტაცია სწორედ აქ ამ დარბაზში ჩატარდა. ძალიან კარგი საღამო იყო, იმიტომ რომ მე ვიგრძენი ახალგაზრდებისაგან ქართული სიტყვის სიყვარული, ქართული მწერლობის სიყვარული. ზოგჯერ ჩვენ გვეჩვენება მწერლებს, რომ ამ ბოლო წლებში თითქოს დაცილდა მკითხველი და წიგნი ერთმანეთს, მწერალი და მკითხველი და შემცირდა მკითხველიც, მაგრამ როცა ჩადიხარ სხვადასხვა კუთხეში და იქ ხდება საოცარი პოეზიის დღესასწაული, ხვდები რომ სულ სხვანაირად არის საქმე და არ შეიძლება მხოლოდ თბილისის რომელიმე ერთი უბნის მიხედვით იმჟელო რა ხდება საქართველოში. ძალიან ლამაზი დღე იყო და დიდი მადლობა ამ დღისათვის ყველას. მაყვალა გონაშვილის შემოქმედებისადმი მიძღვნილ საღამოსთვის სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტები დაახლოებით 2 კვირა ემზადებოდნენ. გარდა ახალგაზრდებისა, მაყვალა გონაშვილისა და მისი პოეზიის შესახებ უნივერსიტეტის პროფესორ მასწავლებლებმაც ისაუბრეს. ღონისძიებას ორგანიზება კულტურისა და სპორტის განყოფილების უფროსმა თემურ მახრაძემ გაუწია. გადაწყვიტეს სტუდენტებმა შეხვედრა მოეწყოთ ქალბატონ მაყვალა გონაშვილისათვის. მოვიძიეთ ლექსები, გაინაწილეს სტუდენტებმა, ვიმუშავეთ და ნახეთ ეს ყველაფერი დღეს. ვფიქრობ ნორმალურად ჩატარდა ყველაფერი. გულწრფელი დამოკიდებულება იყო, გულით კითხულობდნენ და შესანიშნავი საღამო გამოგვივიდა.
წერალთა კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს მეგობრებთან, წერალ მანანა დუმბაძესა და პუბლიცისტ გელა სულაძესთან ერთად ესტუმრა. შენ ხარ რომეო, როგორ შეცვლილ ხარ, მეც აღარა ვარ 13 წლისა. აბურდულია ბედის ბორბალი არასრულდება რაც უთქვამს მისას, არ მომეკარო ჭინჭრის პერანგი, ტანთმაცვია და ვნებაც განებდა. შენებდებოდი ქალებს და წვიმებს, მევნებდებოდი მზისფერ ქალებთა და მაინც თურმე წუთი სოფელი სიბერისაგე მიგვაქანებდა და ისე ვეჭვით. ნუ თუ ეს შენ ხარ და გაგვიანდა ჩემო რომეო.